საღამოშვიდობისა 17 მარტს BMG TV-ზე საქმის კურსის ეთერში ვაჯამებთ ამბებს ბიზნესზე და ეკონომიკაზე. მე ანა ლაპიაშვილი ვარ და სამუშაო დღის ბოლოს მნიშვნელოვან საქმიან ამბებზე გიყვებით BMG-ის გუნდის წევრებთან ერთად. ფინანსთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, სავალუტო ფონდთან პროგრამის ქონა თვითმიზანი არ არის. გიორგი კაკაურიძის თქმით, მთავრობა არ გამორიცხავს IMF-თან ახალი პროგრამის დაწყებას, თუ პროგრამით მხარდაჭერილი რეფორმების თაობაზე შეჯერება მოხდება. მთავრობის განკარგულებით ეროვნული ბანკის პრეზიდენტი საქართველოს მხრიდან საერთაშორისო სავალუტო ფონდის და შავი ზღვისპირა ქვეყნების ვაჭრობის და განვითარების ბანკის მმართველად, ხოლო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ალტერნატიულ მმართველად დაენიშნა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ფარგლებში პაციენტს არჩეული ეგრეთ წოდებული VIP პალატით სარგებლობისას თანაგადახდის საშუალება მიეცემა. სემეკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშით გასული წლის მდგომარეობით ნეტო აღრიცხვის სისტემით 1683 მომხმარებელი სარგებლობს, ხოლო მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების ჯამური სიმძლავრე 152 მეგავატ-საათია. აქედან 71% ენერგოპროჭორჯიას არის მიერთებული და 29% თელასის გამანაწილებელ ქსელზეა. 30 მარტიდან British Airways და 1 აპრილიდან EasyJet თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენებს იწყებენ. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ლონდონის მიმართულებით და პირიქით თბილისისკენ კვირაში 4ჯერ British Airways ფრენს და კვირაში 2ჯერ EasyJet. რა ეტაპზეა საგადასახადო დავების განხილვის საბჭოს რეფორმა. ფინანსთა სამინისტროში გვარწმუნებენ, რომ საბჭოს ეფექტიანობა გაიზარდა და მისი სამინისტროს გარეთ გამოტანა დღის წესრიგში არ დგას. მინისტრის მოადგილე გვეუბნება, რომ ბიზნესისათვის ერთ-ერთი პრობლემური საკითხი გადაჭრილია და დავების განხილვის ვადები შემცირებულია. კერძო სექტორის წარმომადგენლების ნაწილი კი განმარტავს, რომ კვლავ პრობლემად რჩება საბჭოს გადაწყვეტილებების დროული აღსრულება. ასევე ბიზნესი მიუთითებს, რომ საგადასახადო დავების საბჭოს ძირეული რეფორმა სჭირდება, მათ შორის დამოუკიდებლობის ხარისხის ზრდის ნაწილში. რეალურად გაიზარდა თუ არა ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს ეფექტიანობა, ნიცა შუბაშვილი მოგუყვება. ეფექტურად საკმაოდ ეფექტურად მუშაობს ყოველ შემთხვევაში ბიზნესის მხრიდან ჩვენ ვერ ვხედავთ რომ რაიმე პრობლემური აქვს დავების განხილვის საბჭოსთან. ფინანსთა მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ საგადასახადო დავების განხილვის საბჭოს ეფექტიანობა გაზრდილია და ბიზნესისთვის პრობლემური ძირითადი საკითხები მოგვარებული. გიორგი კაკაურიძე ირწმუნება, რომ დავების განხილვის ვადები შემცირდა, ხოლო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ხარისხი გაუმჯობესდა. რაც შეეხება დავების განხილვის საბჭოს დამოუკიდებელ უწყებად ჩამოყალიბების და ფინანსთა სამინისტროს გარეთ გამოტანის საკითხს. მისი თქმით, ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას. აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ 2020 წელს დაწყებული რეფორმის ფარგლებში ერთ-ერთ ვარიანტად სწორედ საგადასახადო დავების განხილვის საბჭოს დამოუკიდებელ სტრუქტურად ჩამოყალიბება განიხილებოდა. ანალიზი გვაჩვენებს, რომ არაეფექტური იქნება დავების საბჭოს ფინანსთა სამინისტროს გარეთ გამოყვანა, ვინაიდან ძალიან დიდი კომპეტენცია, ძალიან დიდი ინფორმაციის მიმოწვრა ხდება დავაზე გავა საკითხი, ამიტომ მისი გარეთ გამოტანა და ცალკე სასამართლო სტრუქტურის შექმნა არ იქნება ნამდვილად ეფექტური. ცალკე არის სასამართლო, რომელიც დავების გადაწყვეტილების მიუხედავად თვითონ შეუძლია განიხილოს ნებისმიერი დავა. რაც იყო ერთ-ერთი მთავარი პრობლემა დავების საბჭოში, დროის ნაწილი, ეს თითქმის ამოწურულია ეს პრობლემა, იმიტომ რომ სისტემატურად ხდება საბჭოს განხილვები და თვითონ გადაწყვეტილების დასაბუთებულის ხარისხიც მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ არსებული სტრუქტურა უნდა გაძლიერდეს კიდევ თუ ეს ადამიანური რესურსით იქნება თუ სხვა მიმართულებებით და მისი ცალკე გამოყვანა არ იქნება ეფექტური ამიტომ. ფინანსთა სამინისტროს დავების საბჭოს კომპანიები იმ შემთხვევაში მიმართავენ, თუ კი შემოსავლების სამსახურში არსებულმა დავების განხილველმა სამსახურმა დაკისრებულ ჯარიმასთან დაკავშირებით ბიზნესის საჩივარი არ დააკმაყოფილა. სპეციალისტების ნაწილი ადასტურებს, რომ დავების საბჭოში ბიზნესის მიერ შეტანილი საჩივრების განხილვის ვადები დაჩქარდა. თუმცა, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ახლა საბჭოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულების გაჭიანურებული ვადებია. იურიდიული კომპანია Tax and Legal Solutions-ის მმართველი პარტნიორი და ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ზურაბ ძნელაშვილი ამბობს, რომ ხშირად შესაბამისი გადაწყვეტილებების აღსრულების ვადები 1 წელიც იწელება. აღსრულება ჭიანურდება. აი შეიძლება მაგალითად აუდიტორს არ ეცალოს უბრალოდ ანუ შეიცვალოს აუდიტორი და ყოფილა შემთხვევა, რომ 1 წლამდე გაგრძელებულა დავის განხილველი ორგანოს გადაწყვეტილების აღსრულების ვადა აუდიტის დეპარტამენტში და მე ვფიქრობ, რომ აი ეს არის მნიშვნელოვანი ხა. მხოლოდ საჩივრის განხილვის ვადის შემცირება
ეს ძალიან კარგია, მაგრამ არ არის საკმარისი. ახსულებაც უნდა მოხდეს. თუ ახსულება არ მოხდა, რა აზრით საჩივრის მალე განხილვას, თუ ერთი წელში უნდა აღასრულოს ვინმე ეს გადაწყვეტილება. ეს მე ვისურვებდი, რომ მაგალითად კანონში პირდაპირ ჩაიწეროს დავის გამხელელი ორგანოს გადაწყვეტილების აღსრულების ვადა იმ შემთხვევისთვის, თუ საჩივარი სრულად ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. აი მაგალითად ჩაიწეროს, რომ გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს ერთი თვის ვადაში. დაწესდეს მკაცრი მონიტორინგი. გადამხდეს არ უნდა უწევდეს მერე დევნა აუდიტორზე, რომ მისი დარიცხვა გადაიანგარიშოს. დავების საბჭოს გადაწყვეტილებების აღსრულების გაჭიანურება განსაკუთრებით პრობლემურია მაშინ, როდესაც ბიზნესის საჩივარი ნაწილობრივ კმაყოფილდება და საქმე განსახილველად ისევ შემოსავლების სამსახურში ბრუნდება. ამის შესახებ აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია BDO-ში აცხადებენ. მეორე პრობლემაა, რომ თქვათ, რაღაცა დავა, რომელიც ისეთი დავა, რომელზეც ცალსახა პასუხი არ გვაქვს, თქვათ და ავალებს, თქვათ, აუდიტორს, რომ მოხდეს გადასახადის გადაანგარიშება ან ხელახლა შესწავლა, აი ამ პროცესში შეიძლება უკვე შემოსავლების სამსახურმა დრო მაქსიმალურად გაწელოს და დიდი დრო გავიდეს, სანამ აუდიტორი მიუბრუნდება შენ საკითხს ხელახლა შესასწავლად და ესეც ერთ-ერთი პრობლემაა, რომ თქვათ, აუდიტორს არ აქვს დრო, ანუ განსაზღვრული დრო, როდის დაასრულოს ესა თუ ის გადაწყვეტილება, ანუ არ უთითებს პირობითად დავების საბჭო, რომ შენ ერთ თვის ვადაში უნდა შეამოწმო ეს ან 6 თვის ვადაში პირობით, ანუ ვადები განსაზღვრული არ არის და აუდიტორი თავისი პირადი შეხედულების საფუძველზე მოქმედებს ამ შემთხვევაში. ფინანსთა სამინისტროს დავების საბჭოსთან დაკავშირებით კიდევ ერთი პრობლემური საკითხი მის შემადგენლობას უკავშირდება. ამჟამად საბჭოს 10 წევრიდან დამოუკიდებელი მხოლოდ 2-ია. 8 წევრი კი თავად ფინანსთა სამინისტროს სისტემიდანაა. ბიზნესი ამბობს, რომ დამოუკიდებლობის გასაზრდელად აუცილებელია საბჭოს დაკომპლექტების წესი შეიცვალოს და მასში მეტი დამოუკიდებელი წევრი შევიდეს. ნაწილი კი მიიჩნევს, რომ საბჭოს დამოუკიდებლობის ხარისხის გასაზრდელად რადიკალური ნაბიჯები უნდა გადაიდგას და აუცილებელია საბჭო დამოუკიდებელ სტრუქტურად ჩამოყალიბდეს. ეს არ არის დამოუკიდებელი ორგანო და ექვემდებარება ფინანსთა სამინისტროს. ანუ რაღაცა ესეთი უტრირებული მაგალითი რომ მოვიყვანოთ, ესეთი რაღაც გამოდის, რომ დედას უჩივლო, შენმა შვილმა რაღაც დამიშავა. ანუ დედა ყოველთვის მიკერძოებული იქნება თავისი შვილის მიმართ, იგივეა აქაც რა, რომ ფინანსთა სამინისტრო გაჯარიმებს და ისო ფინანსთა სამინისტროში მიდიხარ პირობითად რაღაცა საჩივრით და ანუ მაინც მიკერძოებული იქნება, იმიტომ რომ დავების საბჭოში ანუ დამოუკიდებლობის ხარისხი ვერ იქნება სათანადო, რადგან დავების საბჭოში მონაწილეობენ, ანუ გადაწყვეტილებას იღებენ ფინანსთა სამინისტროს სისტემაში მომუშავე თანამდებობის პირები, ანუ ვინც პოლიტიკას ქმნის, ხო, შეიძლება იყოს თქვათ კერძო არბიტრაჟში გადავიდეს, სადაც უფრო თქვათ სწრაფად მოხდება დავების განხილვა, შეიძლება ცალკე სტრუქტურად ჩამოყალიბდეს, რომელიც ფინანსთა სამინისტროს სისტემას არ დაექვემდებარება და თავის გადაწყვეტილებაში ზედამხედველი თქვათ არ ეყოლება ისევ კანონის აღმასრულებელი ორგანო. აქ არის საუბარი საბჭოს შემადგენლობის დაკომპლექტებაზე. საბჭოს წევრები არ უნდა იყვნენ ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლები, საბჭოს წევრები უნდა იყვნენ ნეიტრალური, მიუკერძოებული, ობიექტური სპეციალისტები და არა თანამდებობის პირები. დღეს ახლა პროფესიონალიზმის საკითხი საბჭოში არ დგას, ანუ არ არის კითხვის ნიშნის ქვეშ ეს საკითხი, იმიტომ რომ საბჭო რეალურად ნამდვილად დაკომპლექტებული არის პროფესიონალებისგან, მაგრამ ნუ კითხვის ნიშნები არის მის მეუკერძოებულობაზე, დამოუკიდებლობაზე, ობიექტურობაზე და ამიტომ ჯობია რომ ეს კითხვის ნიშნები რომ მოიხსნას, თლიანად და გადამხდეს კონდეს განცდა რომ მისი საჩივარი იქნება სამართლიანად და ობიექტურად იხილება, ჯობია რომ საბჭოს წევრებიც იყვნენ დაკომპლექტებული გარეშე პირებისგან, როგორც სპეციალისტებისგან. რა რაოდენობის არჩელები განიხილა დავების განხილვის საბჭომ 2024 წელს უცნობია. ფინანსთა სამინისტროს სტატისტიკა ჯერ არ გამოუქვეყნებია. 2023 წელს კი საბჭოში 2862 საჩივარი შევიდა. სადაო თანხა კი 1,55 მილიონი ლარი იყო. მიღებული გადაწყვეტილებებით სრულად და ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. საჩივრების 28%, 60% კი უარი ეთქვა. 17 მარტის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ განახლებული მონაცემებით $1 ღირებულება 2 ლარზე და 78 თეთრზე მრგვალდება. შესაბამისად ლარი დოლართან თეთრის 4 მიასედით გაუფასურდა. ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით თეთრის 10 მიასედით არის გაუფასურებული და 1 ევროს ოფიციალური ღირებულება დღევანდელი ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად 3 ლარზე და 3 თეთრზე მრგვალდება. გირვანქა სტერლინგთან მიმართებით ლარი თეთრის 61 მიასედით არის გაუფასურებული და 1 ფუნტი 3 ლარი და 60 თეთრი ღირს. 1 ლირას კურსი 7 თეთრი და 57 მიასედია.
2025 წლის თებერვალში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 252.200.000 დოლარი იყო, რაც 5.3%-ით ნაკლები არის გასული წლის თებერვლის იგივე მაჩვენებელზე. უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 95.1% იმ 22 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა თებერვალში თითოეულზე $1 მილიონ აღემატებოდა. ამავე 22 ქვეყანაზე გასული წლის იანვარში მთელი ფულადი გზავნილების 95.3% მოდიოდა. გზავნილების შემცირება რუსეთის ფედერაციიდან გადმორიცხული თანხების 44.7%-იან კლებას უკავშირდება. ტოპ 10 ქვეყანას რაც შეეხება, საიდანაც გზავნილების შემოვიდა წინა თვეში, ლიდერი შეერთებული შტატები არის 47.300.000 დოლარით და ზრდა 13.8% იყო წლიურად. შემდეგ არის იტალია, საიდანაც 44.300.000 დოლარი გადმოირიცხა, ამ შემთხვევაში კლება არის 9%-ით. რუსეთის ფედერაციიდან თებერვალში 30.300.000 დოლარი გადმოირიცხა, კლება თითქმის 45%-იანია, ისრაელიდან 21.700.000 და ზრდა ფიქსირდება ამ შემთხვევაში 6.3%. გერმანიიდანაც ზრდა არის 9%-ზე მეტი და ჯამში 20 მილიონი დოლარი გადმოირიცხა, საბერძნეთიდან 19.400.000 დოლარია გადმორიცხული და 1.3%-ით ზრდა დაფიქსირდა. თურქეთის შემთხვევაშიც ზრდა იყო 4.6%-ით და 8.200.000 დოლარია სულ გადმორიცხული. ყირგიზეთიდან 6.200.000 და აქაც ზრდა არის, ოღონდ ამ შემთხვევაში 92.4%-ით მატება აღენიშნება. ყაზახეთიდან კლება იყო 41%-ზე მეტით, 6.100.000 დოლარი ჯამურად და ესპანეთიდან 5.600.000 დოლარი გადმოირიცხა, ზრდამ 12.1% შეადგინა წლიურ ჭრილში. 2025 წლის თებერვალში საქართველოდან საზღვარგარეთ სულ 28.700.000 დოლარი არის გადარიცხული, აქედან გასული წლის თებერვალთან შედარებით 2%-იანი კლებაა დაფიქსირებული. ეროვნული ბანკი თებერვლის ინფლაციური მოლოდინების ანგარიშით წინა თვეში ეკონომიკური აგენტების მხრიდან ინფლაციური მოლოდინების შემცირებაზე მიუთითებს. სების განახლების მიხედვით გამოკითხულ ბიზნესებსა და ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა შორის გაზრდილი არის მოლოდინი, რომ მომდევნო 1 წელში ინფლაცია 2-დან 4%-ის ფარგლებში იქნება, ხოლო შემცირებული არის იმ მონაწილეთა რაოდენობა, ვინც მომდევნო წლის განმავლობაში უფრო მაღალ 6%-იან ინფლაციას ელის. ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა მიხედვით თებერვალში იანვართან შედარებით 1 წლიან პერიოდზე ინფლაციური მოლოდინები კლებას აჩვენებს. ერთი მხრივ იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო 1 წლის მანძილზე ფასების ზრდას 4-6%-ის ფარგლებში ფიქრობენ, შემცირდა და მეორე მხრივ მომატებული არის იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც სამომხმარებლო ფასების ცვლილების ზრდის უფრო დაბალ ინტერვალში 2-4%-ის ფარგლებში ელოდებიან. ასევე თებერვალში წინა თვეს განსხვავებით გამოირჩეოდნენ ისეთი რესპონდენტებიც, რომლებიც სამომხმარებლო ფასების შემცირებას 2-დან 0%-იან ინტერვალში ან 2%-ზე მეტად ელოდებიან. ამავე გამოკითხვის მიხედვით წინა თვეში იანვართან შედარებით 3 წლიან პერიოდზე ინფლაციური მოლოდინები გაიზარდა. ერთი მხრივ იანვართან შედარებით მომატებული არის იმ მონაწილეთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო 3 წლის მანძილზე ფასების ცვლილებას 6-8%-ის ზრდის ფარგლებში და 8-ზე მეტად ელოდებიან. მეორე მხრივ კი შემცირებული არის იმ მონაწილეთა რაოდენობა, რომლებიც ფასების ცვლილებას შედარებით დაბალი ზრდის ინტერვალში 0-დან 2%-ის და 4-6%-ის ფარგლებში ელიან. გამოკითხულთა აზრით, საკუთარ პროდუქციაზე და მომსახურებაზე ფასების ზრდის მოლოდინი 1 წლიან პერიოდში შემცირებულია. თებერვალში იანვართან შედარებით მნიშვნელოვნად ნაკლები არის იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც საკუთარ პროდუქტზე ფასების მატებას 4-6%-ის ფარგლებში ელოდება. ამავე დროს მომატებული არის იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ფასების ცვლილებას შედარებით დაბალი ზრდის ფარგლებში 2-4%-ის მიდამოში ვარაუდობენ. ამავე გამოკითხვით თებერვალში იანვართან შედარებით მოლოდინები ხელფასების ზრდაზე მომატებულია. მაგალითად, გაზრდილი არის იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ხელფასების ცვლილებას 20-30%-ის ფარგლებსა და 30%-ზე მეტად ელის. შემცირებული არის იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ხელფასის ცვლილებას 10-20%-ის ფარგლებში ფიქრობს. გამოკითხულთა აზრით, თებერვალში კომპანიაში წარმოებისთვის საჭირო რესურსების გამოყენების ეფექტიანობა, კომპანიის რესურსების ანუ რეალური გამოყენება მაქსიმალურ გამოყენებასთან შედარებით, თუ იანვარში შევადარებთ მონაცემებს, მცირედით კლებას მიუთითებს.
ფინანსთა მინისტრის მოადგილე დარწმუნებულია, რომ ეროვნული ბანკის საჭიროების შემთხვევაში სავალუტო რეზერვების დაგროვებას უზრუნველყოფს. ფინანსთა სამინისტრო სტრატეგია კი მთლიან ვალდებულებებში საგარეო ვალის წილის შემცირებაა. სავალუტო რეზერვების და საგარეო ვალის საკითხის მას შემდეგ გააქტიურება მოხდა, რაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა თქვა, რომ თებერვალში სავალუტო რეზერვების 202 მილიონი დოლარით შემცირების ძირითადი მიზეზი საგარეო ვალის მომსახურება იყო. გიორგი კაკაურიძის თქმით, მისი შეფასებით ეროვნულ ბანკს სამომავლოდ საჭიროების შემთხვევაში რეზერვების დაგროვება არ გაუჭირდება. რაც შეეხება თავად ფინანსთა სამინისტროს პოლიტიკას, მისივე შეფასებით უწყების გეგმა არის, რომ მთლიან ვალში საგარეო ვალის წილი შემცირდეს და შედარებით გრძელვადიან პერსპექტივაში 60%-იან ნიშნულს ჩამოსცდეს. ეს არის ჩვენი სტრატეგიის ნაწილი, რომ ეტაპობრივად საგარეო ვალი ჩანაცვლეს საშინაო ვალით, რაც შეეხება რეზერვების პოლიტიკა წარმართავს ფინანსთა სამინისტრო, თუმცა მე დარწმუნებული ვარ, ეროვნული ბანკის საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს საჭირო რაოდენობის რეზერვის შეძენასაც და რეზერვების გულისთვის სახელმწიფო ვალის აღება მე ვფიქრობ, რომ სწორი პოლიტიკა იქნებოდა მხოლოდ რეზერვებისთვის რო ავიღოთ ვალი, ამიტომ ჩვენ მუშაობთ იმ მიმართულებით, რომ საგარეო ვალის პროცენტული მაჩვენებელი მთლიან ვალთან მიმართებაში შევამციროთ. ეროვნულ ბანკს აქვს რეზერვები, აქვს საკუთარი პოლიტიკა, როგორ უნდა მართოს ეს რეზერვები და მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ კარგად მართავს ამ პოლიტიკას. ჩვენი მიზანია, რომ შიდა ვალის პროცენტული მაჩვენებელი გაიზარდოს მთლიან ვალთან მიმართებაში. ეს არის ჩვენ გვინდა, რომ საბოლოო ჯამში 60%-იანი ნისლზე ჩამოვიდეთ, თუმცა ეს მოკლევადიან პერიოდში არ არის ადვილი მისაღწევი, თუმცა ჩვენ ყოველწლიურად ნაბიჯები იქნება გადაწყვეტილი სწორედ ამ მიმართულებით, რომ საგარეო ვალის წილი შემცირდეს, რომ 80%-ზე მაღალი იყოს საგარეო ვალი, რაც ჩვენი მაკროეკონომიკური სტაბილურობის ერთ-ერთი მთავარი რისკს წარმოადგენდა. ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან პროგრამის ქონა მთავრობის თვითმიზანი არ არის. კაკაურიძე აღნიშნავს, რომ IMF-ი მთავრობისათვის არც ვალის კომპონენტში არ არის ამჟამად აქტუალური, რადგან პანდემიის პერიოდის გამოკლებით სავალუტო ფონდის სხვა პროგრამები მთავრობის მიერ ახალი ვალის აღებაზე ორიენტირებული არ იყო. თუმცა, კაკაურიძე ამბობს იმასაც, რომ მთავრობა არ გამორიცხავს IMF-თან ახალი პროგრამის დაწყებას. თუ კი პროგრამით მხარდაჭერილი რეფორმების თაობაზე შეჯერება მოხდება. კაკაურიძემ BMG-თან კომიტეტის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ მთავრობას აპრილსა და შემდგომ ზაფხულში მოლაპარაკებები ექნება ფონდთან. აღნიშნავს ასევე, რომ მთავრობამ შეასრულა IMF-ის წინა პროგრამის ძირითადი მიზნები, რაც სახელმწიფო დეფიციტის და ვალის ნიშნულის შემცირებას მოიცავდა. პროგრამა თვითმიზანი არ არის, ჩვენ გქონდა IMF-თან გარკვეული კომუნიკაცია საკითხზე, აპრილში გაიმართება წლიური შეხვედრა მსოფლიო ბანკის და სავალუტო ფონდის, იქაც გვექნება. ჩვენ უნდა შევთანხმდეთ გარკვეულ რეფორმებზე, ჩვენ არ გვჭირდება ვალი IMF-ისგან, ჩვენ ბოლო პერიოდში რაც გქონდა გარდა COVID-ის ერთ-ერთი გამონაკლისისა, სხვა შემთხვევებში ჩვენ სავალუტო ფონდის პროგრამა გქონდა მხოლოდ პროგრამას სესხის გარეშე და მიუხედავად ყველა კომპონენტის შესრულებისა ჩვენ სესხს არ ვიღებდით სავალუტო ფონდიდან. მსგავსი პროგრამა შეიძლება მომავალშიც გქონდეს. უბრალოდ ალბათ წლევანდელი წელი უნდა გამოვიყენოთ იმისათვის, რომ კონკრეტულ რეფორმებზე შევთანხმდეთ, ვინაიდან რაც წინა პროგრამაში გაწერილი იყო რეფორმები ფისკალურ ნაწილში და მაკროეკონომიკური პოლიტიკის ნაწილში, დიდწილად ეს რეფორმები შესრულებულია. პირველი მოლაპარაკებები უფრო შინაარსობრივი ამაზე გვექნება ალბათ წლიური შეხვედრების შემდეგ, ჩამოვა სავალუტო ფონდი ეგრეთ წოდებული მეოთხე მუხლის მიმოხილვასთან დაკავშირებით და აქედან შეიძლება უკვე იქ რაც გამოიკვეთება, რომელიც ანალიზს აკეთებს ქვეყნის მაკროეკონომიკური და სხვადასხვა მიმართულების სექტორული ანალიზი კეთდება. ამის შემდეგ რაც გამოიკვეთება, უკვე ის უნდა იყოს საწინდარი, რომ ჩვენ რეფორმების დღის წესრიგში დავაყენოთ ის საკითხები, რომელსაც სავალუტო ფონდის ეს კვლევა, ასე ვთქვათ, გამოკვეთავს, რომ გარკვეული რეფორმები ჭირდება ამ მიმართულებას. 2024 წელს საქართველოში განხორციელებული $1.323 მილიონი პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში თითქმის მესამედი გაერთიანებულ სამეფოზე მოდიოდა. გასულ წელს დიდი ბრიტანეთიდან შემოსული ინვესტიციები წლეურად 23%-ით $458 მილიონ-მდე გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით გაერთიანებული სამეფო ინვესტორი ქვეყნების რეიტინგში პირველ ადგილზეა. დიდი ბრიტანეთიდან შემოსული პირდაპირ ინვესტიციების დიდი ნაწილი საფინანსო და სადაზღვაო სექტორშია ჩადებული. BMG-მ საქსტატიდან გამოითხოვა ინფორმაცია, რომელ სექტორებსა და კომპანიებში მოხდა გასულ წელს გაერთიანებული სამეფოდან ინვესტირება და ტოპ ინვესტორ კომპანიებს შორის ათეულში არის AstraZeneca UK Limited-ის წარმომადგენლობა საქართველოში, Taurban საქართველოს, შეპესე Channel Energy Limited-ი, ასევე სააქციო საზოგადოება Mina, შეპესე Turinvest-ი, Save the Children International საქართველოში წარმომადგენლობითი ოფისი, საქართველოში Inpass LLP-ის წარმომადგენლობითი ოფისი, სააქციო საზოგადოება BJ ჯგუფი, შეპესე Swift Georgia, შეპესე Adenza Georgia.
გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განახლებული მონაცემებით 2024 წელს საქართველოსდან ექსპორტირებული ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელების ექსპორტის ღირებულებამ 876 მილიონი დოლარის შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 24%-ით აღემატება. სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით გასულ წელს 47%-იანი ზრდა დაფიქსირდა სპირტიანი სასმელების, 25%-იანი ზრდა მინერალური და მტკნარი წყლების და 27%-იანი ზრდა უალკოჰოლო გაზიანი სასმელების, ასევე 7%-იანი მატება ღვინის ექსპორტის მაჩვენებლებში. 2024 წელს სპირტიანი სასმელების ექსპორტის ღირებულებამ 288 მილიონ 600.000 დოლარი შეადგინა, მოცულობამ 59 მილიონ 900.000 ლიტრი. მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტის ღირებულება 163 მილიონ 800.000 დოლარი იყო და მოცულობა 254 მილიონი ლიტრი. ღვინის ექსპორტის ღირებულებას რაც შეეხება 2024-ის შედეგი 276 მილიონი დოლარია და მოცულობა 94 მილიონ 700.000 ლიტრი. უალკოჰოლო გაზიანი სასმელების ექსპორტი ჯამში 129 მილიონ 100.000 დოლარის განხორციელდა გასული წლის განმავლობაში, მოცულობამ კი 150 მილიონი ლიტრი შეადგინა. უალკოჰოლო გაზიან სასმელებზე საექსპორტო ფასი წინა წელთან შედარებით სამინისტროს ინფორმაციით 20%-ით არის გაზრდილი და ლიტრზე 93 ცენტი შეადგინა. დაფუძნებიდან დღემდე ჯიტას საგრანტო პროგრამებით სტარტაპების თანადაფინანსება 43.5 მილიონი ლარია. ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის ინფორმაციით, დღეის მონაცემებით საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფარგლებში 279 სტარტაპია დაფინანსებული, რომელთა შორის ახალგაზრდების წილი 53%-ია. მათი საქმიანობის შედეგად კი 4,000-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა. დაფინანსებულმა სტარტაპებმა 545 მილიონი ლარის კერძო ფინანსური სარგებელი მოიპოვეს, აღნიშნავს ავთანდილ კასრაძე. 9 ტექნოპარკი არის დღეს წარმოდგენილი, 4 ძირითადი მიმართულება, ეს არის ზოგადად ინოვაციური მეწარმეობის განვითარება და ამ მიმართულებით ძალიან ბევრი ჰაკატონები გვაქვს, ტექნოლოგიური კვირაობები გვაქვს, სხვადასხვა შეჯიბრებები, ღონისძიებები იმისთვის, რომ ჩვენ ახალგაზრდებს მივცეთ შესაძლებლობა, რომ უფრო აქტიურად იყვნენ ჩართული ინოვაციების ეკოსისტემის განვითარებაში, ასევე ზოგადად სტარტაპ საზოგადოების გაძლიერება და ინკუბატორები გვაქვს, რომ არა მარტო მათ დაფინანსება მიიღონ, არამედ ისწავლონ და ამ სწავლასთან ერთად უფრო მეტად უზრუნველყოთ მათი შემდგომი წარმატებები, ასევე ჩვენ გვაქვს ჰარდვერის პროტოტიპირების მიმართულებით კონკრეტული ღონისძიებები და ზოგადად ICT და STEM განათლება, რომელიც ჩვენს ახალგაზრდებს კიდევ უფრო დაინტერესებს ტექნოლოგიებისადმი და 100,000-ზე მეტი მოსარგებლე ყავდა ტექნოლოგიურ პარკებს წლების განმავლობაში და აქედან 90%-ის იყო ახალგაზრდა 29 წლამდე ასაკის ადამიანი. გეცნობათ, რომ ჩვენ ქვეყნის მასშტაბით გვაქვს უფრო დიდი 150,000 ლარიანი საგრანტო პროგრამა, თუმცა რეგიონებისთვის ექსკლუზიურად გვაქვს კიდევ 25,000 ლარიანი საგრანტო პროგრამა, სადაც 83 დაფინანსებული პროექტი გვაქვს და 70% აქედან ეს არის ახალგაზრდების პროექტები. საკომიტეტო მოსმენაზე ავთანდილ კასრაძე IT ეკოსისტემაზე და ამ კუთხით ახალგაზრდების დასაქმებაზე და განათლებაზე საუბრობდა და თქვა, რომ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ ამ მიმართულებით 12,000-ზე მეტი ადამიანი გადაამზადა, რომელთა 64%-ს ახალგაზრდები შეადგენდნენ. სააგენტო ახორციელებს პროგრამას Do It in Georgia, რომელიც მოიცავს სამ მიმართულებას: 5,000 IT მომზადების პროგრამა Do It with You, საერთაშორისო სერტიფიცირება და დასაქმება Code IT, ამასთან მხოლოდ 2024 წელს IT სექტორში დასაქმებულთა რიცხვი 59,000-მდე გაიზარდა. ასევე გამოსაყოფი დეტალი არის ის, რომ 2020 წლიდან 2023 წლამდე 28%-ით შემცირდა ნიტის მაჩვენებელი. სრულებებია DRG სისტემაში. ჯანდაცვის სამინისტრო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარებისათვის თანაგადახდის შესაძლებლობას უშვებს. პაციენტებს თანაგადახდის შესაძლებლობა არჩეული, ეგრეთ წოდებული VIP პალატით სარგებლობისას მიეცემათ. ამას გარდა ჯანდაცვის სამინისტრო პაციენტის მხრიდან თანხის დამატების შესაძლებლობას კიდევ რამდენიმე მიმართულებით განიხილავს. ჯანდაცვის ასოციაციაც სრულებებს დადებითად აფასებს, თუმცა ყველაზე მსხვილი სამედიცინო გაერთიანება მთლიანად DRG სისტემის გადახედვის საჭიროებაზე მიუთითებს. რა იცვლება სახელმწიფო დაფინანსების მოდელში და როგორი არის კლინიკების პოზიცია? ელენე გოგბერაშვილის სიუჟეტში ნახავთ.
პაციენტებს ეგრეთ წოდებული VIP პალატით სარგებლობისთვის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დატოვება და თანხის სრულად საკუთარი ჯიბიდან გადახდა აღარ მოუწევთ. ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში პაციენტს თანაგადახდის შესაძლებლობა მიეცა. ეს ნიშნავს, რომ მათ ექნებათ საშუალება ნებისმიერ სტაციონალურ დაწესებულებაში პროგრამიდან გასვლის გარეშე თანაგადახდით ისარგებლონ. სამინისტრომ განსაზღვრა ფასის ზედაჭერი, რაც პირველი კატეგორიის პალატის შემთხვევაში დღეში 350 ლარი, მეორე კატეგორიის პალატის შემთხვევაში კი 205 ლარია. თუ სამედიცინო დაწესებულებაში სტანდარტული პალატების არარსებობის გამო პაციენტს ეგრეთ წოდებულ VIP პალატაში განათავსებენ, ის დამატებით ღირებულებას არ გადაიხდის. ამ კომფორტის მიწოდებაში სამართლიანია თუ კლინიკებსაც ექნება დამატებით ანაზღაურების მოთხოვნის შესაძლებლობა, თუმცა აქაც რა თქმა უნდა გვევალება რომ განსაკუთრებულად ფრთხილები ვიყოთ იმისთვის რომ ეს არ გახდეს ცალკეულ შემთხვევაში ვთქვათ არასწორად ამ პრაქტიკის გამოყენების შესაძლებლობა. ერთია რომ დამატებითი კომფორტი არსებობდეს, მეორეს მხრივ ეს უნდა იყოს რა თქმა უნდა სამართლიანად რეგულირებული. პაციენტებისთვის მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება, მათ შორის ფინანსურად მთლიანად გამოსვლა არ მოუწევს და მხოლოდ დამატებით თანხის გადახდის შემთხვევაში შეძლებს ამ სერვისის მიღებას. ასევე დაწესებულებისთვისაც რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი იქნება, რომ ეს შესაძლებლობა გაჩნდება. აქამდე პაციენტებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში თანხის დამატების მექანიზმით სარგებლობის შესაძლებლობა არ ჰქონდათ. მას მხოლოდ ის სახარჯი მასალა პირობითად ენდოპროთეზი შეეძლო გამოეყენებინა, რასაც სახელმწიფო DRG-თ ანაზღაურებს. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მინისტრის კომენტარიდან ირკვევა, რომ პაციენტებს მომავალში სახარჯ მასალებზე ასევე ეგრეთ წოდებულ აყვანილი ექიმის შემთხვევაშიც შეეძლებათ თანხის დამატება და ამისთვის პროგრამიდან გასვლა აღარ მოუწევთ. ძალიან ახლო მომავალში ჩვენ პრაქტიკულად ფინალურ ეტაპზე ვართ მომზადების აი ნორმატიული აქტის, რომლითაც გათვალისწინებული იქნება ცალკეული სახარჯი მასალების მეშვეობით, თქვათ, იგივე ტიპის რეგულირების შემოთავაზება. ეს შეიძლება უკავშირდებოდეს განსაკუთრებულად კვალიფიციური ექიმის მონაწილეობით манипуляციების ჩატარებას და ასე შემდეგ. ჯანდაცვის ასოციაცია ცვლილებებს დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ აღნიშნული მექანიზმი პაციენტებს თანხას დაუზოგავს და მათ დამატებითი სერვისისთვის პროგრამის ერთჯერადად დატოვება აღარ მოუწევთ. თუმცა მაია მახარაშვილი თვლის, რომ არა კონკრეტული მიმართულება, არამედ მთლიანად DRG სისტემის გადახედვა დგას დღის წესრიგში, რომელიც ეხება როგორც საბაზისო ფასს, ისე კოეფიციენტებს. ასევე მაია მახარაშვილი ინფლაციიდან გამომდინარე დღის წესრიგში აყენებს ფასთა ინდექსაციის საკითხსაც. პირველი რიგის პრიორიტეტი არის მთლიანად აი ამ სისტემის გადახედვა. ეს იქნება საბაზისო ფასი თუ კოეფიციენტის შეცვლა თუ საერთოდ ინდექსაცია, იმიტომ რომ წლების განმავლობაში იცვლება ყველაფერი, იქ ინფლაცია, იქ სახარჯი მასალების ფასები, ხელფასებზე გაზრდის მოთხოვნები, ხო ეს ყველაფერი ჯაჭვია. ამიტომ ეს ძალიან აქტუალურია ისევ და ძალიან მნიშვნელოვანია. ეს რეანიმაცია უბრალოდ ძალიან კრიტიკულად მძიმე ტვირთია კლინიკებისთვის, იმიტომ რომ ძალიან ძვირად ღირებული მომსახურებაა და დაფიქსირებულ პარებში რთულია ნამდვილად ამისი აწევა, იმიტომ რომ ფაქტიურად სხვა სერვისებს აწვება. სახელმწიფო პროგრამაში მონაწილე კლინიკების DRG დაფინანსების სისტემა 2 წელზე მეტია ძალაშია. ცალკეულ ნოზოლოგიებზე სატარიფო ცვლილებების მიუხედავად ამ მოდელის ძირეული გადახედვა ამ დრომდე არ მომხდარა. კლინიკებისთვის დღემდე გამოწვევად რჩება რეანიმაციის ტარიფები და ფასები კომბინირებული კოდების შემთხვევაში. შარშან საქართველოს გავლით ელექტროენერგიის ტრანზიტი 69%-ით შემცირდა და 2024 წელს ტრანზიტის მოცულობა 1,74 მილიონი კილოვატ-საათი შეადგინა. ძირითადი ნაწილი აზერბაიჯანიდან თურქეთში ტრანზიტზე მოდიოდა. ყაზახეთმა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით ნავთობის ექსპორტი გაზარდა. ყაზტრანს ოილის ინფორმაციით მილსადენით თებერვალში 97,300 ტონა ნავთობი გადაზიდეს, 38%-ით მეტი იანვართან შედარებით. ტაპის კონსორციუმის ინფორმაციით 2020 წლის 31 დეკემბრიდან ტრანსადრიატიკური მილსადენით ევროპას 44 მილიარდ 400 მილიონი კუბური მეტრი აზერბაიჯანული გაზი მიეწოდა. მეწარმეთა კანონი კიდევ ერთხელ გადავადდება. პარლამენტში წარდგენილი ცვლილებებით გარდამავალი პერიოდი 1 წლით გადავადდება და ბიზნესს საშუალება ექნება კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობაში 2026 წლის 1 აპრილამდე მოვიდეს. იმ კომპანიებს, რომლებიც 2026 წლის 1 აპრილამდე არ უზრუნველყოფენ თავიანთი სარეგისტრაციო მონაცემების მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობას, რეგისტრაცია შეუჩერდებათ.
პარლამენტში სისხლის სამართლის საქმეების განხილვის დროს ფოტო და ვიდეო გადაღების აკრძალვის საკითხს განიხილავენ. ავთანდილ კახნიაშვილის ინიციატივით პროექტის მომზადების мотиваცია ის იყო, რომ პროცესებზე ხშირად სამართალდამცავი ორგანოების დისკრედიტაცია ხდება. მედიას სასამართლოს ხდომების გაშუქებაზე დაწესებული შეზღუდვები 2013 წლის 6 მარტს 101 დეპუტატის მხარდაჭერით მოეხსნა, რომელიც მანამდე ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს 5 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მოქმედებდა. მაუწყებლობის შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებები კორექტირდება და როგორც ქართული ოცნების წევრები ანონსებენ, შეზღუდვები ინტერნეტ მედიასა და სხვა სოციალურ პლატფორმებზე განთავსებულ ინფორმაციაზეც გავრცელდება. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მდინარე არაგვის ხიდზე დაზიანებული ფილის აღდგენის სამუშაოები დასრულებულია და ბეტონის გაშრობისთანავე ასფალტის საფარი მოეწყობა. ხიდზე სრულად ავტოტრანსპორტის მოძრაობის აღდგენა 23 მარტს არის დაანონსებული. პეკინის გამზირზე რეკრეაციული სივრცის მოსაწყობად 1,5 მილიონი ლარი დაიხარჯება. დამას საბურთალოს რაიონის გამგეობის კონტრაქტორი კომპანია მონოლითი 2005 ახორციელებს. ნანოკას ფონდის პროსპერიტის ფონდი ერთმანეთისათვის 24/7-ზე სირცხოლიას და თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის ანგარიშები დაყადაღებულია. გენერალური პროკურატურის განმარტებით მიზეზი მიმდინარე გამოძიება, რომელიც საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისათვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე მიმდინარეობს. გამოძიებით გინდება, რომ ძალადობრივი ჯგუფები სისტემატურად მარაგდებოდნენ ეგრეთ წოდებული რესპირატორებით, სპეციალური აერწინაღებით, ჩაფხუტებით და სხვა საშუალებებით, რათა სპეციალური საპოლიციო ღონისძიებების და სამართალდამცველებზე ძალადობრივი შეტევა ეფექტური ყოფილიყო, წერია პროკურატურის განცხადებაში. მათივე ინფორმაციით, ამ მართსაწინააღმდეგო ქმედებების განხორციელების პარალელურად საჯარო სივრცეებში გავრცელდა ინფორმაციები, რომლის თანახმადაც ცალკეული ფიზიკური და იურიდიული პირები მობილიზებას უკეთებდნენ ფინანსებს, რომელთა დიდი ნაწილიც უკანონო ქმედებებში მონაწილე პირთა საჭიროებებს ხმარდებოდა. მითითებული იურიდიული პირების საბანკო ანგარიშები, რომელთა გამოყენებითაც ფინანსდება კანონსაწინააღმდეგო აქტივობები გახსნილია ბოლო პერიოდში და 2024 წლის დეკემბრიდან დღემდე დახარჯული აქვთ 2 მილიონ ლარზე მეტი. მნიშვნელოვანია, რომ დასახელებული ეგრეთ წოდებული ფონდები მიღებული ფინანსური რესურსების ძირითად ნაწილს წარმართავდნენ კანონსაწინააღმდეგო და დანაშაულებრივი ქმედების ჩამდენი პირების წახალისებისთვის, ისევე როგორც ამ დანაშაულების ჩასადენად საჭირო ინვენტარის და საშუალებების შეძენისთვის. იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ ეგრეთ წოდებული ფონდები შეგროვებული ფინანსების ძირითად ნაწილს ახმარენ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ფაქტზე ბრალდებულ პირთა და მათი ოჯახის წევრთა ფინანსურ უზრუნველყოფას და ამით გარდა ძალადობრივი ქმედების დაფინანსებისა ქმნიან მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით უკანონო ქმედებებში პირთა ჩართვის წამახალისებელ საფუძვლებს. საქართველოს პროკურატურამ სასამართლოს განჩინების საფუძველზე 2025 წლის 17 მარტს საქართველოში არსებულ ყველა საბანკო დაწესებულებაში განახორციელა ნანუკას ფონდის პროსპერიტის ფონდი ერთმანეთისთვის 24/7-ზეს სირცხვილიას და თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის საბანკო ანგარიშების და მათზე არსებული ფულადი სახსრების დაყადაღება. პარლამენტი მაუწყებლის შესახებ ახალ კანონზე მსჯელობს. კანონპროექტი დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტზე იყო განხილული. ოცნების დეპუტატის და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის არჩილ გორდულაძის თქმით, ქცევის ნორმები ონლაინ მედიებსა და მათ სოციალური ქსელების პლატფორმებზეც გავრცელდება. ის განმარტავს, რომ ინტერნეტ მედია მომსახურების მომწოდებლად ჩაითვლება მაუწყებელი ან სხვა პირი, რომელიც მასობრივი ინფორმაციის სახელმწიფო ენაზე განსახორციელებლად ერთპიროვნულად ფლობს ან სხვასთან ერთად იყენებს ინტერნეტ დომინანტს და ინტერნეტ ჰოსტინგს. ქცევის სტანდარტი, რაც ზოგადად მაუწყებლისთვის არის გათვალისწინებული, ონლაინ მედიებზეც უნდა გავრცელდეს, იქიდან გამომდინარე, რომ იხვეწება და ვითარდება ტექნოლოგიები და ინფორმაციის გავრცელების სხვადასხვა საშუალებებით ხდება ინფორმაციის გავრცელება, ამბობს გორდულაძე.
მეწარმეთა შესახებ კანონის ამოქმედება კიდევ ერთხელ ამჯერად 2026 წლის აპრილამდე გადავადდება. შესაბამის ცვლილებებს, რომელიც პარლამენტში გამარტივებული წესით არის წარდგენილი, ქართული ოცნების დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მხარდაჭერა გამოუცხადა. ახალ კანონში ცვლილება მხოლოდ ამოქმედების თარიღს ეხება. კომიტეტზე ქართული ოცნების დეპუტატმა თორნიკე ჭეიშვილმა თქვა, რომ მეწარმეთა შესახებ ახალი კანონით თავდაპირველად 2 წლიანი გარდამავალი პერიოდი იყო გათვალისწინებული, ამის შემდეგ ვადა გახანგრძლივდა იმის გათვალისწინებით, რომ ჯერჯერობით კვლავ მიმდინარეობს საწარმოთა მხრიდან მონაცემების ჰარმონიზაცია და იმის გათვალისწინებით, რომ საკმაოდ დიდი არის მაჩვენებელი იმ საწარმოების, ვისაც ჯერ კიდევ არ მიუმართავს საჯარო რეესტრისათვის დაახლოებით ასეთი 280,000-მდე მეწარმე სუბიექტია და შესაბამისად მან წარადგინა ინიციატივა გარდამავალი პერიოდის კიდევ 1 წლით გახანგრძლივება მოხდეს. იმის გათვალისწინებით, რომ ჯერჯერობით კვლავაც მიმდინარეობს შესაბამისი საწარმოების მხრიდან სარეგისტრაციო მონაცემების ჰარმონიზაცია და საკმაოდ დიდი არის მაჩვენებელი იმ საწარმოთა, რომელთაც ჯერ კიდევ არ მიუმართავთ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის შესაბამისი მოთხოვნით, აქ დაახლოებით 280,000 მეწარმე სუბიექტზეა ლაპარაკი. გთავაზობთ, რომ მოხდეს ამ გარდამავალი პერიოდის 1 წლით გახანგრძლივება. 2026 წლის 1 აპრილი დიახ იქნება უკანასკნელი თარიღი, როდესაც შეიძლება მეწარმე სუბიექტს რომ მიმართოს კომპეტენტურ ორგანოს სარეგისტრაციო მონაცემების შესაბამისობაში მოსაყვანად კანონთან. მეორე მხრივ, თუ ის ამ ვალდებულებას არ შეასრულებს, მას რეგისტრაცია თავდაპირველად შეუჩერდება 2027 წლის 1 იანვრიდან უკვე ასე ვთქვათ რეესტრი დაუდგენს მას ხარვეს და თუ ამ ხარვეზის გამოსწორება არ მოხდა, აქედან 3 თვის თავზე, ანუ 2027 წლის უკვე აპრილისთვის მოხდება საწარმოს ლიკვიდაცია. დღევანდელი მდგომარეობით ნარჩენების ცირკულარობა 1,3%, რაც საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია, განაცხადა გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა გასულ კვირას. ის აღნიშნავს, რომ მაჩვენებელი არის მცირე, თუმცა პოტენციალი არსებობს. რატომ ვერ ხდება ნარჩენების მართვის რეფორმის ბოლომდე მიყვანა და იმ ტემპით, რა ტემპითაც იყო ის დაგეგმილი, რა აფერხებს პროცესს და სად აქვს ქვეყანას პროგრესი? ანუკა ჯოხაძე მოიკითხა თემა. 10 წლიანი მუშაობის შემდეგ ქვეყანაში ბოლო 3 წელია წარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ფარგლებში სპეციფიკური ნარჩენის კატეგორიას განკუთვნილი ნარჩენის ნაწილი აქტიურად გროვდება, თუმცა მათი გადამუშავება პრობლემაა. 2024 წელს MGV ორგანიზაციების განმარტებით სამინისტროს მიერ განსაზღვრული გეგმები შესრულდა. ბაზრიდან 10,000 ტონაზე მეტი მოცულობის მეურადი საბურავი ამოღებულია, თუმცა სამიზნე მაჩვენებელი აკუმულატორების შემთხვევაში მიუღწეველი აღმოჩნდა. პროცესი ეგრეთ წოდებული შავი ბაზრის ინტერესი აფერხებს. სადღაც 10,000 ტონამდე საბურავი შევაგროვეთ სამივე MGV ორგანიზაციამ, ხო? და დაახლოებით სადღაც 5,000 ტონამდე ზეთი, ასევე ელექტრომოწყობილობები 1,500 ტონა, ბატარეები და ასე შემდეგ. აკუმულატორები სხვათა გროვდება, იქიდან გამომდინარე, რომ თვითონ საწარმოებიც აგროვებენ და ჩვენც ვაგროვებთ. ნარჩენ აკუმულატორის შემთხვევაში აქვს გარკვეული პრობლემები და ეს პრობლემები უკავშირდება იმას, რომ ძირითადად გეგმა არის ძალიან მაღალი ერთი და მაღალ გეგმასთან ერთად, რა თქმა უნდა, შავი ბაზარი არის საკმაოდ ძლავრი. თუმცა აქაც რა თქმა უნდა გვაქვს პროგრესი და შესაბამისად მინდა გითხრათ, რომ თლიანობაში, როგორც ესეთი პროცესი, რასაც ქვია ის, რომ ბიზნესი ჩართულიყო როგორც შემოქმედი, აქტიური შემოქმედი ამ პროცესის შემქმნელი, ეს შედგა. ნარჩენების მართვის რეფორმა პარლამენტმა 2015 წელს დაამტკიცა და ბიზნესი პროცესებში მალევე ჩართო. კერძო სექტორში დაკისრებული ვალდებულებების შეასრულეს, ნარჩენის შეგროვდა, მაგრამ მიზანი მიუღწეველი დარჩა. გარემოსთვის საზიანო ნივთიერებების შემცველი გამოუსადეგარი ნივთები არ გადამუშავდება. გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით დღევანდელი მდგომარეობით ნარჩენების ცირკულარობა 1,3%-ია, რაც საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია. სოლომონ პავლიაშვილი თავად ამბობს, რომ შედეგი სახარბიელო არ არის, თუმცა განვითარების პოტენციალზე მიუთითებს. ბიზნესის წარმომადგენლები BMG-სთან თავის მხრივ აღნიშნავენ, რომ ცირკულარობის პროგრესისთვის მთავარი გადამუშავებელი საწარმოების რაოდენობის ზრდაა. ნარჩენების გადამუშავებითი საწარმოები ხო საქართველოში მისი სიმწირე არის. ბიზნესი რო შევიდეს აქ და გახდეს როგორც ინვესტორი, განიხილოს როგორც ბიზნესად ეს მიმართულებები, ხო, ჯერჯერობით სამწუხაროდ ესეთი დინამიკა, ტენდენცია და აქტიურობა არ ჩანს. ანუ ბიზნესი ჯერ მთლად ბოლომდე ვერ აღიქვავს ამ პროცესს. ესეთი ტიპის საწარმოები გარკვეულ შეღავათებით უნდა სარგებლობდეს და მათ უნდა ქონდეთ სასტარტო პირობებიდან გამომდინარე უფრო მეტი შესაძლებლობა
თუნდაც 5 წლით მათ დღგ-სთან მიმართებაში, ანუ საგადასახადო სისტემა შეღავათიანი უნდა შეიძლება გქონდეს, მაგრამ ეს არის კვლევის საგანი, რა თქმა უნდა, და ამ კვლევას ჭირდება სერიოზული დასაბუთებები და სერიოზულად საკვლევი მასალაა. ის რაც განვითარებული ქვეყნებისთვის ჩვეული პრაქტიკაა საქართველოშიც რომ გამართულად ფუნქციონირებდეს, როგორც საქართველოს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ასოციაციის თავმჯდომარე ამბობს, კიდევ ერთი რეგლამენტი უნდა დამტკიცდეს, რომლის ფარგლებში შესაფუთი ნარჩენების შეგროვება და გადამუშავება განისაზღვრება. გიორგი გულიაშვილის თქმით, შესაბამისი გადამამუშავებელი საწარმოები ბაზარზე არსებობს, თუმცა მათთვის პრობლემა ნარჩენების ამოღებაა. ქვეყანაში არსებული საწარმოები ჩვენ ნაწილში ამ სპეციფიკური ნარჩენების მიმართულებით არ არის საკმარისი და რაც არის ძალიან მცირე წარმოებების არის. სხვა მიმართულებებით ნარჩენების, ხო? იქ არის რაღაც საწარმოები არსებობს, გარკვეული წარმოებები გააჩნიათ, მაგრამ ნარჩენებს ვერ აგროვებენ სამწუხაროდ. ეს ძირითადად შეეხება შეფუთვის ნარჩენებს. საწარმოს ზუსტად 35%-ამდეა დატვირთული. ნარჩენები ნედლეული სახით რაც ჩვენ უნდა მივიღოთ და გამოვიყენოთ არის საკმარისზე მეტია ქვეყანაში. თავის დროზე ამაზეც იყო გათვლილი ეს ჩვენი წარმოებები, როცა საწარმო შენდებოდა, რაღაცა რაოდენობაზე გაითვალა ეს ყველაფერი, რაც ასე ვთქვათ, კვლევები რასაც გვეუბნებოდა, რომ იყო ამდენი ტონა მიხელმისაწვდომი, მაგრამ ვერ დაიტვირთა დანადგარები ზუსტად იმიტომ, რომ არ არის გაწყვეტილია ჯაჭვი, შეგროვება არ ხდება. საქართველოს მწვანეები დედამიწის მეგობრები თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე გვიხსნის, რომ რეფორმა წარმატებული იქამდე ვერ იქნება, ვიდრე ნარჩენების სეპარირების პროცესი არ დაიწყება. მისი შეფასებით სახელმწიფო დადგენილ ვადებს ყოველ ჯერზე ახანგრძლივებს, რადგან მუნიციპალიტეტები ნარჩენების სეპარირებისთვის ამ დრომდე მზად არ არიან. ჩხობაძე ამბობს, რომ მნიშვნელოვანი ამ კუთხით ხარჯების დათვლა მოხდეს და მუნიციპალიტეტების დონეზე დაიწყოს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. წინააღმდეგ შემთხვევაში ცირკულარულ ეკონომიკაზე საუბარი აზრს კარგავს. ყველაზე კარგად აღჭურვილი ტექნიკით არის თბილისი, მაგრამ თბილისსაც კი უჭირს სეპარირების დაწყება და ხედავთ, რომ ისევ და ისევ პრობლემების წინაშე ვდგავართ, იმიტომ რომ არ არის ეს უკვე მარტო მოსახლეობისთვის შეგნებაზე დამოკიდებული, რომ შეაგროვონ ცალკე ნარჩენი. არა, პრობლემა იმაშია, რომ აქ ერთდროულად უნდა დაწყებულიყო. კი, დავიწყეთ ჩვენ პოპულარიზაცია და მოსახლეობამ წამოყვა ამაზე. უბრალოდ, როცა ის მიდის ურნასთან და ხედავს, რომ სეპარირებულად კი შეაგროვა, მაგრამ ეს ყველაფერი მერე ერთ მანქანაში იყრება და მიდის, მისთვის ეს უკვე მიუღებელია. ამ დროისთვის ძალაში მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების 4 რეგლამენტია, რომელიც მეორადი საბურავების, ზეთების, აკუმულატორებისა და ელექტრონული მოწყობილობების შეგროვებას არეგულირებს. ამ დრომდე დამტკიცების მოლოდინშია დარჩენილი 2 შესაფუთი ნარჩენებისა და მეორეული ავტომობილების შესახებ რეგლამენტები, რომლის ძალაში შესვლასაც ბიზნესიც და საზოგადოებაც წლებია ელოდება. და არაერთი დაპირების მიუხედავად კონკრეტული ვადა, როდი შეიძლება ფინიშის ხაზი გამოჩნდეს, უცნობია. სემეკის ანგარიში 2024 წლის მდგომარეობით ნეტო აღრიცხვის სისტემით 1683 მომხმარებელი სარგებლობს ხორ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების ჯამური სიმძლავრე 152 მეგავატ-საათია. აქედან 71% მიერთებული არის ენერგოპროჯორჯიას, ხოლო 29% თელასის გამანაწილებელ ქსელზე. სემეკის რეგულაციების შესაბამისად საკუთარი მომხმარებლებისათვის მომხმარებელს ან მომხმარებელთა ჯგუფს შეუძლია ელექტროენერგია გამოიმუშაოს განახლებადი ენერგიების, მზის, ქარის, წყლის, მათ შორის ჩამდინარე წყლის გამოყენებით, ხოლო ჭარბად გამომუშავებული ენერგია მიყიდოს გამანაწილებელი ქსელის მფლობელ კომპანიას. ნეტო აღრიცხვა არ წარმოადგენს სამეწარმოო საქმიანობას და ჭარბი ელექტროენერგიის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი საშემოსავლო გადასახადისაგან არის გათავისუფლებული. არაგვის ხიდზე დაზიანებული ფილის აღდგენისათვის ბეტონის სამუშაოები დასრულებულია. გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისის ელნაკი ლესელიძის საავტომობილო გზის 26 კილომეტრზე მდინარე არაგვის ხიდზე დაზიანებული ფილის აღდგენის სამუშაოები დასრულდა. ამ დროისათვის ჩასხმული არის ბეტონი, რომლის საჭირო მდგრადობის მინიმალურ დროში მისაღწევად შესაბამისი დანამატები არის გამოყენებული და ბეტონის გაშრობისთანავე ასფალტის საფარი მოეწყობა. 23 მარტს კვირას ხიდზე საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით სრულად აღდგება ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხიდის აღდგენის სამუშაოების დასრულებამდე კი ავტოტრანსპორტის გადაადგილება ალტერნატიული გზებით იქნება შესაძლებელი.
ავტოტრანსპორტი ამ წუთას გადაადგილდება ცალმიმართულებაზე. შესაბამისად დაიწყო იმავე დღეს სამუშაოები 24 საათის განმავლობაში. მოვახერხეთ, რომ აღნიშნული ფილა სრულიად აღვადგინეთ, არმირება აღვადგინეთ, ჩავასხით ბეტონის შესაბამისი დანამატებით, რაც საშუალებას გვაძლევს დროის მოკლე პერიოდში ბეტონმა მიიღოს შესაბამისი სიმტკიცე და უკვე 23 მარტს გავხსნათ აღნიშნულ მიმართულებაზე მოძრაობა. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ბოდიშს ვხდით მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტისათვის, ასევე ვთავაზობთ გარკვეულ ალტერნატივებს, სადაც შეუძლიათ გადაადგილდეთ, როგორიც არის ზაჰესი მცხეთა კავთისხევი გორის მიმართულებით, ასევე არსებული მცხეთაში არსებული გზით გადაადგილდნენ ზაჰესის მიმართულებით და თბილისის მიმართულებით. ასეთი იყო საქმის კურსის შემაჯამებელი გამოშვება ამ დროისათვის. წინ საქმიანი საღამო გეულდებათ, რომელსაც გიორგი არონია და გიორგი თოლორდავა გაუძღვობიან. ჩვენ ხვალ საღამო 7 საათზე შევხვდებით ერთმანეთს BMG TV-ს ეთერში დროებით.